არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონი თავისუფლება პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. ორგანიზაციამ 2008-2013 წლებში გაწეული ხარჯის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. საბუთების კვლევა ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა სამოქალაქო სექტორის წევრები აცხადებენ, რომ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უკვე გამოიკვეთა. საუბარია 3 მილიონამდე ლარზე, სახელდება 3 კონკრეტული კომპანია, სადაც თანხები ირიცხებოდა. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ სარეზერვო ფონდიდან თანხები ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურ ინტერესებსა და საარჩევნო კამპანიაზე იხარჯებოდა. ხელშეკრულება იყო გაფორმებული 1 ოქტომბერამდე. IPR ჯგუფი გახლავთ გიორგი არველაძის ყოფილი კომპანია, რომელიც 50%-ის მფლობელი იყო. ასევე არის პრეზიდენტის ფონდიდან და მთავრობის ფონდიდან გადარიცხული თანხა 200,000 ლარამდე, ასევე გრინბერგთან დაკავშირებით 1,600,000 ლარი, ხოლო ითაკა ჯგუფთან, რომელიც ასევე გადარიცხულია 9 მილიონ ლარზე მეტი. ჩვენ მიმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით, რაიმე გადაცემას ხო არ ქონდა ადგილი და რაიმე თანხის დამალვას.